მუსიკალურ ქორეოგრაფიულ ცენტრ ოდიშის კულტურის სახლში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და როლანდ ახალაიას შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 5 საათზე ზუგდიდის რაიონის ყველა სოფლის შტაბის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა როლანდ ახალაიამ და ზუგდიდის შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ. მიკროფონი და მოგესალმეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს დაგიდასტურეთ, რომ ცოცხალი ვარ და აქ ვარ თქვენთან. ეს მინდოდა გითხოვია. არ შეეძლება იმას, რომ მორავენ დაეჯერებს, ახლა მეგობრები იდგნენ და შტაბიდან ურეკავდნენ. მართალია, როლანდ ახალაია გადადგა და უარს ამბობს არჩევნებზე. მე უპასუხისმგებლო არასდროს არ ყოფილი ვარ. მარტო ეს ხალხი ყოფნის, თქვენ ყოფნი ხართ იმისთვის, რომ ტას ვიკრავთ აქ, რომ მე ზოლა გავაგზავნო ბოლომდე და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ერთად. იმიტომ რომ მოდი შავი ძალა, რომელსაც უკან უნდა დაბრუნება. ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ შვილებს, მომავალს დავუტოვებთ უკეთეს თუ დავბრუნდებით უკან. თუ უკან ჩვენ დავაბრუნდეს, საქართველოს ძალიან დიდ ხანს ფეხზე ვერ დადგება. თქვენ წარმოიდგინეთ დღეს თავი რომ მოაქვთ ჩემს ზოგიერთ კონკურენტებს, იქამდე კი დაეცნენ, რომ ზემხედრიონელებს მიგზავნიან და შერიგებას თხოვენ. იქამდე კი არიან დაცემული ეს ჩვენი ვაჟბატონები და ესეთ ხალხი რომ ძალაუფლებისკენ მოდის და თან წარმოიდგინეთ რას ველოდოთ მაგარგან. წარმოიდგინეთ ტელევიზორს რომ უყურებთ, პარტიის ხელმძღვანელები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ის დავიჭიროთ, ეს დავიჭიროთ. არავის არ აქვს სამხედროდ უფლება იმისა თქვა წინასწარ ვინ არის ბრალდებული და ვინ არის დასაჭერი. აი ეს არის მაგათი უბედურება და ღმერთმა ჩვენ ერთად გვამყოფოს. ღმერთმა ერთად გამარჯვება გვაზეიმოს და მე მინდა ყველას ვინც აქ ზიხართ და ვინც აქ მზადებით და ვინც თქვენს ოჯახშია ეს არის ენთუზიაზმის დონეზე შეკრებილი ხალხი, ვისაც იდეისა ჯერა, ვისაც მომავლისა ჯერა, ვისაც ვაჟკაცობა აქვს, ვისაც ოჯახი აქვს, და თქვენ გაგიმარჯვეთ. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ზუგდიდი და სამეგრელო ყოველთვის იყო პულსის მიმცემი მთელი საქართველოსთვის. ეროვნული მოძრაობა ზუგდიდში იწყებოდა. ვარდების რევოლუცია ზუგდიდში იწყებოდა. დღესაც ისევ ზუგდიდი იტყვის თავისათქმელს. ეს ხალხი თქვენ ხართ. თქვენ ხართ ის ავტორიტეტები, ის ძალა, ვის გაამარჯვებიებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გაამარჯვებიებს როლანდ ახალაიას და დღეს საქართველოს ფაზის დასწრებს. ფილიპე მახარაძეები მაშინ საქართველოს პასიური პოზიცია დაიკავა. დღეს კიდევ ერთხელ საქართველოს დიდგვარს ამიუწევს, რომ პასუხი გავცეთ რუს ოკუპანტებს. არც ერთ კოჭ მიწას არ დატბობს საქართველოს. შეხვედრის დროს დარბაზიდან ისმოდა ოვაციები და შეძახილები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა და რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი აღაშკარეს. კულტურის სახლში ანალოგიური ხასიათის შეხვედრა საღამოს 7 საათზე ქალაქის შტაბის წარმომადგენლებთან შედგა. სავსე დარბაზმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს როლანდ ახალაიას თბილისში შეხვედრა მოუწყვეს და მხარდაჭერა შეპირდნენ. მე დღეს ვფიქრობდი აქ 5 საათზე ვიყავი და გავდიოდი გახარებული. მეტყველად არ ვიცხოვრი ამ ქვეყანაზე და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამდენი სიყვარული თურმე რო არ ვიცოდი ისე მქონია მე ჩემი ხალხის. თქვენი მხარდაჭერით და თქვენი სახით მე სიცოცხლე მიხარია და მე თუ ვიქნები თქვენი დეპუტატი და გავხდები პარლამენტის წევრი, მე ჩემს დანაპირებს ყოველთვის ვასრულებდი და ვიქნები ყველა თქვენგანის თქვენი ოჯახის მეგობარი და გვერდში თანადგომი. მე მინდა დიდი მადლობა ყველას ერთხელ გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ.
იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ. თუნდაც მე წუხამდელი ღამე არასდროს არ დამავიწყდება ჩემი მეზობლების და ჩემი გააფთრებული მეზობლებისა, რომელიც ისე ჩემი ცხოვრება მარტო ამათ ღირდა. არ გადამდგარდა, არც გადავდები და თქვენგანთან ვიქნები. ემოციურად დატვირთული შეხვედრების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა ქალაქის ქუჩებში მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივებს თანადგომისკენ მოუწოდეს. მსვლელობა ზუგდიდის ქუჩებში გვიან ღამემდე გაგრძელდა და მანქანების მშვიდობიან კოლონას რიგითი მოქალაქეებით სურვილი სამართს შეუერთდნენ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია ადგილობრივ მოსახლეობასთან წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად